სიყვარულს სულ გეფიცებოდი უშენოდ ვერ ძლევდი როცა გშორდებოდი გახსოვს რომ სიყვარულს შენს მეფიცებოდი შენს ხომ ვერ აღძლევდი როცა მშორდებოდი სულ შენს ვფიქრობდი სულ ვერ ადრებოდი მე შენ სიყვარულში ვიცოდირდებოდი შენ შენს ვფიქრობდი შენს გენადრებოდი ორივე ვიცოდი ორივე ვდნებოდი მითხარ სად გეცებო მითხარ სადაღა მითხარ რა მასვალე უგულო რა დაღა ღრუბლებმა რად ჩამოგვიარა რატომ გაგვიჩინა ორივე სიარა მედმა რა გვარგუნა ეს მეწარე ფიალა ორივე სიმწარეს რატომ გვაზიარა დაბრუნდი რომ მერე არ იყოს გვიანა იქნებ განიკურნოს ჩვენს გულში გიარა სულ სიტყვა შეგვესვას სიმწარე გიარა გვილი შეგვესვალოს ეს მწარე ფიალა სად გეცებო მითხარ სადაღა მითხარ რა მაწვალე უგულო რა დაღა სად გეცებო მითხარ სადაღა მითხარ რა მაწვალე უგულო რა დაღა მითხარ სად გეცებო მითხარ სადაღა მითხარ რა მაწვალე უგულო რა დაღა გადაცემის სპონსორია პრემიუმ კლასის საუკეთესო ლუდი ლომისელი უმაღლესი ხარისხის ალაოს და სვის ძლიერი არომატით ლომისელი ძლიერი ლუდი ეს ახალი შპალერი ჩვენს პირველ ბინას ძალიან მოუხდება ლაკები ვეღარასოდეს შემაჩერებს. ახალი ლოსკი 9 Total System. ისაშორებს ღრმად ჩამჯდარ ლაქებს და ახლა უკვე ებრძვის კირისნადებს და შეიცავს სურნელის გამაძლიერებელს. ბოჭკოებამდე სუფთა. თქვენი ახალი ბინა ულამაზესია. შვენიერი. ნამდვილად. შენგი თვალის მომჭრელი ხარ. ახალი ლოსკი და ლაქები ვერ შეგაჩერებთ თქვენ. იაკობსის სამიერთში იმუშავე ჯიგრულად და ისვენე მდიდრულად. პროფესიონალური შეხება ქმნის სალონის დონის გლუვთმას.
მაგრამ ახლა ველასგან თქვენთვის საცალო გაყიდვაში არის ველას ახალი პრო სერიის დამატენიანებელი. დატენიანების ექსპერტული მოვლა ხელმისაწვდომ ფასებში, თმის ძირიდან წვერომდე სიგლუვისთვის. მიუახლოვდით მაქსიმალურად სალონის მაგვარ გლუვთმას. ველას ახალი პრო სერია კანის დამატენიანებელი. ველასგან ნამდვილი სალონური ბრენდი. სასიამოვნოდ გაგიგვერდებათ თუ როგორ შეუძლია რემონტს შეცვალოს თქვენი საცხოვრებელი. 30 ივნისამდე აიღეთ ცესხი რემონტისთვის მხოლოდ ხარჯ-დაღრიცხვის საფუძველზე და მიიღეთ ქონების დაზღვევა საჩუქრად. საქართველოს ბანკი. იგრძენი მომავალი. მამიკო, უკვე დიდია, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვა სულ არ შეუძლია. საკვებიც მიმთავრდება, მხოლოდ საოცრება თუ გადამარჩეთ. მამიკო, საოცრება გადაარჩენ. ვიწყებთ. კამერა გამორჩეთ. ეს ჩუდო კადრში საიდან გაჩნდა? აბა, მამიკო, შემშილით ხომ არ უნდა მოგდეს? ნაზი, ანანასის და ბანანის ჩუდო არ მარტო შემშილის გრძნობას აკრავს, არამედ საშუალებას გაძლევთ იგრძნოთ საყვარელი ადამიანების ზრუნვა. მაშინაც კი, როცა ამას არალით, ჩემი საყვარელი ჩუდო. ჩუდო ხომ საოცრება? საქართველოს კულტურის პალატა 4 ივნისს ფილარმონიაში წარმოგიდგენთ ლაიმა ვაიკულეს გრანდიოზულ შოუ-კონცერტს. გენერალური სპონსორი ევროპაბეთი, ოქროს სპონსორი კომპანია ალბატროსი, ღონისძიების მასპინძელი რესტორანი ფაეტონი, საინფორმაციო მხარდამჭერები, ტელეკომპანიები იმედი, მაესტრო, რადიოები იმედი და ავტორადიო. დასაწყისი 20 საათზე. მაწონი 85 თეთრი. გვეწვიეთ კარფური, ყოველთვის დაბალი ფასები. ილაინის საოცარი გათამაშება დაიწყო. აკრიფე ფიფქი 500 დიეზი. ჩაერთე 12 ივნისამდე გათამაშებაში და დააგროვე რაც შეიძლება მეტი ბილეთი იმისთვის რომ გქონდეს უფრო მეტი შანსი მოიგო. 3 კია სპორტბიჭი. თეთრი, შავი და ვერცხლისფერი. და 2 ოთახიანი ბინა საცხოვრებელ კომპლექსზე კვადრატში. თბილისის ცენტრში, იპოდრომთან, თანაც გარემონტებული. ამისათვის აკრიფე ფიფქი 500 დიეზი, ოკეი და ბალანზე ერთჯერადად შევსებულ ყოველ სამმარზე მიიღე გათამაშების 1 ბილეთი. თუ ჯერ არ ხარ ბილაინის აბონენტი, დაპორტირდი შენი მენომრით და მიიღე გათამაშების 5 ბილეთი. გათამაშება გაიმართება 15 ივნისს. ბილაინი, გადმოდინა თელ მხარეზე. რა მოვაწყობთ ხა ამ დღეში 2 ლარი. მეგატექნიკაში შეგიძლიათ შეიძინო გასკურა, მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი, ყველაფერი ერთად, დღეში მხოლოდ 2 ლარი. ეს ძალიან მარტივია. გელოდები მეგატექნიკაში. 10 წელიწადში თქვენ ცხოვრებაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ Samsung-ის მაცივარი ციფრული ინვერტორის წყალობით მთლიან პერიოდის განმავლობაში უნაკლოდ გემსახურებათ. აღარ ღირს იმაზე ფიქრი, თუ როგორ წყალში გარეცხოთ, ცივში თუ ცხელში. Samsung-ის სარეცხი მანქანა ტექნოლოგიით Eco Bubble ცივ წყალშიც ისევე ეფექტურად რეცხავს, როგორც ცხელში. ტექნოლოგია Eco Bubble Samsung-ისგან. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სარეცხი მანქანა. ეს რევოლუციაა. სერიალის გენერალური სპონსორია კლეარვით აბედით კლინს მამაკაცებისთვის. იგი ღრმა დასუფთავებს კანს ჭუჭხისა და მიკრობებისგან. შედეგი, თქვენი კანი უნაკლოდ სუფთაა, ქერდლი არ არის. სხვანაირად როგორ უნდა გამახარო ელი? ლაშა ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ბავშვი მინდა. ურა მაგარია! ვაიმე რა მაგარია! დამაწინაურეს გია! წარმოიდგინე გია დამაწინაურეს, გია რა მაგარია! ხო, რატო შემოვიდი ახლა? მარინა სახში ხო არ არის და აი კარტოფილს, ზეთს და მარილს შემწვარ კარტოფილში არ გამიცვლით? არა. აი მე დოდომამი და გაგიჟდება გია ამას ვონახავს რა. ჩვენ ამ კაცს გადავრევთ. მეც ახლა შენ მეუბნები რომ შენთან სახში იყო ვიღაც უცხო ბებია, რომელმაც მუშას უთხრა რომ ჩემი კედელი მოენგრია? ეს გენა დაუჯერო? რა არის დაუჯერებელი ვერ გავიგე. არა, რაც ნინო წავიდა. ისეთი დეპრესია მაქვს, რომ
არაფრის ჭამა არ მინდა. იმიტომ არ გინდა 5 წუთის წინ ჩასკდი იმდენი ჭამია. მიგრა შუაშია. რა ვიცი. ხოდა თუ არის მომეციეს კრუასანი ბევრ შოტლიკინეთ. ლაშა მომილოცეთ. ორსულად ვარ. ესა ტესტი გაიკეთე? არა, ტესტის გაკეთება ცუდად მაქვს დაცდილი. როცა ვიკეთებ არასდროს ორსულად ავარ ხოლმე, ხო და ახლა გადავწყვიტე რომ არ გავიკეთო. ჭკვიანურია. და საიდან იცი ორსულად რო ხარ? სულ გულის რევის შეგრძნება მაქვს, თავბრუნ მეხოვა, სულ ჭამა მინდა და ლაშა. მუცელი აშკარად გაბერილი მაქვს, ხო? აბარა. ნუ ახლა ბოლო ორ სიმპტომს თუ დავეყრდნობით, მეც არაერთხელ ყოფილვარ ორსი. ძალიან ბედნიერი ვარ. ლაშოდან ზუსტად ვიცი რომ გოგო მეყოლება. საიდან იცი? გრძნობ. შე, ასე გრძნობდი შენც ნიკაზე, მაგრამ ხო, ვიცი ლაშა, მაგრამ ეხლა ზუსტად ვიცი რომ გოგოა. იმიტომ რომ გრძნობ რომ ბიჭი მაყოლება. ხო და ჩემი ინტუიციის მიხედვით თუ გრძნობ რომ ბიჭია, ესე იგი გოგოა. ხო, კარგი. მაგრამ ისე რა მნიშვნელობა აქვს ბიჭი იქნება თუ გოგო? თუ ბიჭი იქნება, გაიზრდება, ვინმე გოგო შეუყვარდება, ის გოგო გულს გაუტეხს და ეს იქნება უბედური. თუ გოგო იქნება, გაიზრდება. ეს გოგო შეუყვარდება ვინმე ბიჭს, გაუტეხს გულს ეს გოგო იმ ბიჭს და იმ ბიჭის სორით ვერ გაიხარებს ვერას. მადლობა ლაშა. გონი აღარ მინდა ბავშვის გაჩენა. ხო, კარგი, მაპატი ელენე, ხო იცი რომ ძალიან დეპრესია მაქვს. წავიდა ნინო და წაიღო ჩემი გული. კუჭი წაიღო ჯობდა. ნიკა, დედიკო, შენ დაიკო გინდა რომ გაგიჩნდეს თუ ძამიკო? რა ვიცი, სულ ერთია, სანამ იმ ხელა გაიზრდება რომ ჩემს დავალებებს დავაწერინებ, მანამდე მე სკოლას დავამთავრებ. ელენე, როდის მიდიხარ იქნებთან? ჯერ არა ადრეა ლაშა, თვის ბოლოს წავალ. იქამდე ჩემთვის აუცილებელია დასვენება, სეირნობა, სუფთა ჰაერი, კარგი კვება. და კრუასანი მომაწოდე. ალბათ მინდა ორსულობა. სიტყვი მამიდა. კარგია, კაცო, კარგია, დამძვრა ხელები. აცი, კოჭებთან მაჩვენე როგორ მოხდეს რობლი კაცო. ო, კარგია, მშვენია. ხო, ეგარი. ძლივს არ ვიშოვე, ხა ჩემი თანამდებობის შესაფერი სიკონსტანცაც მეტი კაცო. რას ლაპარაკ? აბა. სად ნახე ბიჭო გიასთან? ხო, აბა, ჩემთან არც მიძებნია და ფოტოშორის მამიდა ნახე, კიდე რაღაცები წამოვიღე. თორე ამათ ამოაშენა ეს კედელი, ხო? მე უკვე ძნელი იქნება, ძნელი რთული, აბა რა, ნახე რამდენი რაღაც წამოვიღე. და გეყოფა ბიჭო მე ეს. მეყოფა მამიდა, აბა, რა ვიცი. მეყოფა, რა ვიცი. ჩემ ცხოვრებაში ხო ყველაფერი დროებითია. არქივიდან გამომაგდეს დროებით უმუშევარი ვიყავი. მე რა ვქია, დროებით სტაჟიორი ვიყავი, მე დროებით საბარო ავარიაში მოყვა, დროებით კახას სანაშემწე ვიყავი. ახლა დროებით კახას უფროსი ვარ და ესე რა ვიცი, ხო ყველაფერი დროებითია ჩემ ცხოვრებაში. ატა. უი, მე წელი. ვაიმე. არ მინდა შენი დახმარება. მე თო გავაკეთებ ყველაფერს. უბრალოდ ვიდეო გასკორა. აი ეს სადმე, მოშორები დაგეჩემგან. მე ეგრე დაგეწყო, არ მინდათი დაგეწყო. პატათი რო დაიწყრა, გამიხით. და ამას ხო არაფერი არ ეხერხება, კაცო. არც მამამის გავს და ბაბუამის. რას ქვია, აბა ნაშვილები ვარ. ვინგი შვილებდა ბიჭო, შენ, შესაძოდაო, შენ, გაუშვი. გია. ესე ძალიან რა ტოჩქარობ ამ კედლის ამუშენებას. იმიტომ რომ შვიდად ვიცხოვრო. აიგე? აჰა. და ესე სხვადასხვა გაითვალისწინე, ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს. და გუში ღამე სამჯერ რომ შემოყვედი, ჩემთან გავიგონე.
სხვათა შორის არც ისე ფხიზელი გქონია 5 ჯერ შემოვედი. რა გინდოდა? რა მინდოდა? რა არის ის, რა ქვია? რა მინდოდა ტელევიზორის ყურება მინდოდა ხო ხტები და დოდო მამიდეს ძალიან ფხიზელი ძილი აქვს და მომერიდა რა ეხა ხო არ გავაღვიძებთ ხო და ვიფიქრე გიასთან გავალიქ უყურებ მეთქი და თან გია ხო ხტები ცოტა ისე ფილმს უყურებდი რა ხო და ხტები ხელს ნუმიშლი უნდა ავაშენო შენ ხო ცოტა ყურს გაკლია და მეთქი ვარ იმიქო რა ყურს გაკლია მე რატო იცოდი ეს მე რა ვიცოდი უთარა ხო მაღლა უყურებდი ხელს ნუმიშლი ეხლა უნდა ავაშენო კედელი ეს გია იცი რა ქერი ეს კედელი ცოტა იქით რო გაწიო აი ცოტა იქით 1-2 დეციმეტრით რას ვთქვი მოიცა ეს კედელი იქით თუ იყო მაშინ ჩემს საძირო და შეგუშებდიოდი შენ ხო გასუქდი გია ბოლო დროს კაცო აი თორმეს გეტყვი და ყურადღებით მომესვენი რა რო ვიცოდე ისე წესით ამ კედელს შენ უნდა აშენებდე მე კი არა მე რატო უნდა ვაშენებდე მე დავანგრე შენ ააშენე ყველაფერს მე ხო არ გავაკეთებ რას თქვი შენ უნდა აშენე სამსახურში არ გაგვიანდება წადი რა უი ეკ კაი გამახსენე ერთ ცოტი დავეკავ გაგზელ გია ალო ხო ისა დღეს მე ცოტა დამაგვიანდება ხო სახში მუშა მყავს და ამათ ხო ის თავზე თუ არ დაადექე რა კარგი ხო რა წუწურაკი ხარ გია რა ადექი და ერთი მუშა დაიქირავე და მიეცი ფული და ამოაშენებს შენ თუ რო აკეთებ რა თქმა უნდა მე თვითონ ამოაშენებ რას ააშენებ ხა თუ ფულის პრობლემა გაქვს მითხარი და მე მოგცემ მიეცი და ააშენებ რა 5 ლარი 5 ლარი რომელი მუშა აგიშენებს ხა იმ კედელს შენ სულ ისე უფასოდ აკეთებ და მიეცი და აგიშენებ დააწყნავდი როგორც წადი დამანებე თავი ხო კაი წავა გია და რა უნდა გითხრა იცი ერთი წუთი მოდი რა მოდი ერთი წუთი რა ომის აი აქ საიდუმლო კარი ხო არ გაგვიგებინა საიდუმლო კარი გავაკეთოთ ხა არა გია მარტო მე და შე რო ვიცოდეთ და მარტო მე რო ვიცოდე არა ის ავაშენებ აფკედასო მოგიშენო საერთოდ თავი აი დაწნადი ერთი წუთი რა განერვი რა არ გია შენი საქციელი მოგწოს ხა ჩვენი მეგობრობის შორის აშენებ კედელს კედელი კი არა აი ამ კედელში მე დერს გავიყო და იქი დავობამ დათვს რომ ვერასოდეს ვეღარ გადმოხდა აი აშენებ ცოტა თხელი კედელი მაინც ააშენე რა უნდა ავაშენო თხელი კედელი რატო და იმიტომ რომ შუქ შემოვიდეს ხოლმე იქიდან ჩვენ ელექტროენერგიას დავზოგავთ აღარ ავათებთ ამ პატარა ხვრელი მაინც დატოვე გია პატარა ხვრელი მაინც დატოვე კედელში რა ხვრელი აბა როგორმე ხომ უნდა ჩაყოთვან ცხოვრებაში ცხვირი კაცო და დამანებე თავი რა ნუმეშლი ხელს რა წადი სამსახურში ხომ მიდიხარ წადი რა ეს აი ნახევარს ავაშენებ მეც ვეღარ მოვასებ ან შენ ხელს თუ შემიშლი ვერაფერს ვერ გავაკეთებ აგი მივდივარ ხო თან ბარემ შენ გია დასული ხარ და რომელ შემუშაობს მე ორი პური ამოიტანე კაი წავედი და აი ერთი წუთი ხო გავიდა ჩი აბა წავედი კოცი შენი რა გინდა ხა ხო დავამთავრებ უკვე ამას ნამდვილად ოჩაღია ოჩაღ ხა ჭამოთ არაფერი აკაც არაფერი არის ოხ მარინა როდის მოხვალ რა არის ხა ესა აბა რა ჭამოთ ხა მე და ბექა მამა ეს სარეცხის მანქანა როგორ ირთვება? ნახე რა რას გავს. მე ყურასეჩი რა. ოდნა ვარ დაგუჭირდა ამახტო. ჩაიძე კაცო, შალვაში ჩაიტანია და ეგ არის რა. აუ ესეც არ ვარგარა. არასწორად აკეთებ და იმიტომ ჩაიტანია კარგად და მე შარვალი აიწია. ბოლომდე რომ დამალოს, გაიგე? მიმიში კაცო. ჩაიტანია ეს. ესე კუჯაში არ გახვიდა სისხლია. საჭმელი გვაქვს რამე მამა, იცი როგორ მშია. აქტობრივად არაფერი. ან ისეთ რამე რასაც აზრი აქვს ახლა. 8 ფეხის მომხარშავე მე არა ვარ რა. არა უშავს ამას ვიპოვე და გავაკეთე მამა ნუ გეშინია. მარინა მაინც მოვიდეს რა რამეს შეწვალდა რა. მარინა კი არა და ვინმე მაინც მოვიდეს რომ შევწავდით რა. გვერცხია მამა. გვერცხი შევწავთ ხო გინდა? კი. რამდენი გინდა? 2. კარგი, მაშინ 10-ზე შევწავ და 2 მაინც გამოვა ნორმალურად. მაშინ მოიცა არ გინდა. იცი რა, ისევ ჯობია მარინას დაურეკოთ და კითხო როდის მოვიდეს რა.
მართალი ხარ 10 ვეს დავწვამე ვიცი ზუსტად მარინა მე ვარ როგორ ახარ ჩენ არა გიშა დედა შემიგურადი კარგად ძალიან კარგი არაფერი ისე მე და ბექონოს მინუტა გეკითხა სახში როდის მოხვალ საღამოს ხო საღამომდე მე და ბექა ცოცხლები ალბათ აღარ ვიქნებით და ისე რა როცა დაგვარხავთ ჯერ ხორცები დაგვაყარეთ მე კიდე მიწა ვიხუმრე მარინა ვიხუმრე კარგი დამშვიდი რაღაცას მოვახერხებ თუ რა მოგივიდა ხო რატო დამარეკე რა არის აი ხლა ნელ-ნელა ხვდები რატო სვამენ დედების სადღეგრძელოების განსხვავებულებით ო რას მიყურებ აგერ აი 2 დღეა მარინა სახლში არ არის და აირია ყველაფერი რა არაფერი არ არის რაღაცებს დაეთყვე ხლა ხო მარინა წასულია მაგრამ მე ხა მართლა ეგრე კი არ არის ახლა ტელევიზორზე სულაც აჩვენებს ახლა მარინას არ ყოფილის ბრალია მამა ამ ტელევიზორს იმდენი მტვერი ადევს რომ აღარ ჩანს უკვე არაფერი აჰა შეგედი მე იმზოლში რა კარგად გამოჩნდა მე დიექტორი სამეზოლ კიდე გავიგე ასე რომ დიახ მარინა რო არ არის აირია ყველაფერი იძახე რამდენი წინდა ეგ მე მაინც არ დაგეთანხმები აი მაგალითად ეხა საჭმელი რო არ გვაქვს ეგ ჩემი და შენი სიზარმაცის ბრალია მარინა არაფერს გულში არ თუ გინდა ნუ დამეთანხმები მაგრამ შენს კარგად იცი რომ მარინა რო არ არის ვერაფერს ვერ ვაკეთებთ მე და შენ რა და კიდე თუ არ დამეთანხმები აი ეგ ჩემი ზედა გაიხადე და საიდანაც აიღებ მეორე კარა და შენი კარგი ბატონო დაგეთანხმები როცა მარინა სახში არ არის მე და შენ ოჯახის საქმეებში გვიჭირს ხო და ესე მტორზე გამახსენდა ჩემო ოთახში იმდენი მტვერია რომ რამე ხო არ ჩაგვეთესა ისე მამა შენ მიდიხარ შენ და ლაშა რომ ამბობდით რაღაცა უნდა დავლიოთ ხო დეპრესია აქვს მაინც გვერდზე უნდა დავუდგე ხო ესე რაღაცა დავლებთ ალბათ ცოტას გავამხიარულებ ცოტა რაღაც გვიან მოვალ სახში დღეს ხო მეც წასასვლელი ვარ და ალბათ მეც გვიან მოვალ სახში ოროხა იქნება მე გავახე ოროხა თუ იქნება გავუგე ოროხა გაიგჭია ოროხა ბეკუშ გამარჯობა გია ოროხას გავამარჯოს როგორ ახარ რა ვიცი კარგად აი ბეკუნას გამოუვარე გავალ სამე რა ხო რა აი კარგია მაგრამ იცი რა ხელებით ლაპარაკი არ გინდა რა თორე ეხლა ისემშია ასე მგონია რომ ძეხვებს იქნება ესე ძალზე გამოვიცუდა მე ლაშად გავული რა გეც მაგარი როჟა რაზა ბეკუ რა შვები აბა რა ვქნათ დღეს რა ვიცი ვერ მოვიფიქრე რა ვერაფერი ბიჭო ის გოგოები რო ნახოთ აი შენი კლასელები რო იყვნენ რა თან ხო გევასება ერთი ანი ნო ოკეი კარგი გოგო ბიჭო ხო დაურეკე ნომერი ხო იცი და წავიდეთ რა სამ ხო წავიდეთ რა თქვენ წადით რა ვიცი ხო ეგ კარგი აზრია მაგრამ ფული რო არა მაქვს უი იცი რა დღეს მამა ჩემი მიდის ლაშასთან ერთად სადღაც გვიან მოვალო ხო და რო დაურეკო ხო მამა რა უნდა ქნა მაგრამ მიტყდება რა გიტყდება უნდა დაურეკო აბა რა უნდა ქნა აუ არ ვიცი რატო არ იცი რატო არ უნდა დაურეკო ხო გევასება რა კი ხო მოგწონს კი მოიცა ხა შენ გევასება თუ მოგწონს რა ვიცი მომწონს ხო და რა გინდა აწყობილი გაქვს რა ყველაფერი დაურეკე დაპატიჟე შენთან უთხარი რომ გევასება იასნა არ გაქვს ხო ნათქვამი ჯერ ხო არა ჯერ არა ხო და დაურეკე რა უნდა ბიჭო არ უნდა ეხა ეს მეზარება და მიტყდება და რაღაცები გოგოს ამოყვანას რა უნდაო არ გახსოვს მე 12 კლასში ქართულის მასწავლებელი რომ ყავდა ამოყვანილი